ადამიანების მიმართ, ვინც რუსთაველზე იკრიბება, ქუჩას კეტავს და ასე შემდეგ. გუშინ იყო კიდევ ერთი სერია დაკავებების, დააკავეს ცნობილი ფოტოხელოვანის გურამ წიბახაშვილის ოჯახის 3 წევრი, მეოთხე წევრს ჯარიმა გამოუწერეს, სწორედ მეოთხე წევრი ცოლის და ეკა ჯივაშვილი, ჯავაშვილი, პედაგოგი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ქაბატონო ეკა და ასევე ჩვენი სტუმარი არის ირაკლი შონია, ჟურნალისტი. მივესალმები მასაც, ირაკლის ყოველ დღე დგას იქ აქციაზე, როგორც ქალბატონი ეკა და ასევე ირაკლი არის ჟურნალისტი, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული და ეროვნული მოძრაობის ასევე ერთ-ერთი ცნობილი სახე, ქალბატონი ლეილა ცომაიაც დააკავეს, გამოუშვეს დროებით, თავდებით, შემდეგ სასამართლო ერთება. მოკლედ ამ თემებზე ვისაუბრებთ, ქალბატონო ეკა, ჯერ დავიწყოთ თქვენი ამბით. რა მოხდა თქვენი ოჯახის წევრების მიმართ და როგორ შეაფასებთ ამ ამბებს, რაც ხდება და შემდეგ გადავალ ირაკლისთან. მოკეთ იყო ჩვეულებრივი რიგითი დღე, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა. იყო ჩვეულებრივი რიგითი დღე, დილას შევიტყე, რომ აღამოს უნდა ყოფილიყო ფილარმონიასთან დედების შვილებისთვის ესეთი მსვლელობა, შეკრება და მერე მსვლელობა. და მივედი ჩვეულებრივად მარტო, არც მქონდა დაგეგმილი ოჯახის წევრებთან შეხვედრა, არც ვიცოდი ისინიც აპირებდნენ თუ არ აპირებდნენ. და იქ გარკვეული დროის მერე დავიძარით და ეს მსვლელობა წამოვიდა ძალიან წესიერად, თქვენს რომ ტროტუარით ვიაროთო და არც გადაგუკეტე არაფერი, ტროტუარით ჩამოვედით რუსთაველამდე. იქ დავინახე უკვე მეტი ხალხი იყო ცხადია იქ და დავინახე ჩემი დაც, იდგა მარტო, რა თქმა უნდა მივედი, მთელი 1-2 საათი ვისაუბრეთ, რაღაცა, ხშირად ვერ ხედავ ხოლმე ახლა ესე და ოჯახის ამბებზე რაღაც და უკვე ამასობაში რომ მომწიფდა ის დრო, რომ უნდა გადასულიყვნენ უკვე და გადაეკეტათ. ამ დროს ნაპირზე ვიყავით ჩვენ უკვე გზის ნაპირზე და ხუთიოდე ახალგაზრდა ბიჭი რომ გადავიდა რაღაცნაირად ვერ მოვისვენე და მალევე მქონდა რეაქცია, იქ ახლა დამუხტული იქიდან რომ წამოვედით რომ რაღაც დედების შვილებისთვის და ესე მკარი ჩემდას ხელი რომ არის ახლა გადავედით მეთქი და ესე სპონტანურად გადავიჭერით გზაზე. სრულებით დაუგეგმავი იყო, არც გვისაუბრია მანამდე ამაზე არაფერი და ესე ამოყავით თავი და მე უკვე ძალიან მალე რომ დაგვინახეს ჩემმა დიშვილებ მე მოსულან თურმე და რომ დაგვინახეს რომ ეხლა დედა და დეიდა იქ დგენან რაღა გააჩერებდათ გზაზე და ნაპირზე ტროტუარზე და ისინიც გადმოვიდნენ. ესე ამოყავით თავი ქუჩაზე. ეს მე ხალხს ხელჩაკიდებულები დავდექით და და ბიჭები ახლა ციხეში არიან? დიახ, 8 დღით გაუშვეს, 8 დღით. უსაჯეს თქვენს დას? ჩემი და ერთი დღით იყო მხოლოდ და ხო, მე დღეს გამოვიდა თქვენ დღეს გამოვიდა უკვე და მე ჯარიმით, იმიტომ რომ შშმპ-ის სტატუსი მაქვს და შესაბამისად თურმე კანონში წერია რომ არ შეიძლება და ამიტომ გამომიშვეს იძულებულები გახდნენ. და 5000 ლარით დაგაჯარიმეთ. დიახ. კი ბატონო და ზოგადად აქვს ბევრს აქვს ეს კითხვა, განსაკუთრებით იქეთა მხარეს ხელისუფლების მომხრეების მხარეს, თუ აი რატო კეტავენ ქუჩას, რამდენიმე ადამიანი, რა წესია, რა მნიშვნელობა აქვს, ბევრს აქვს ვთქვათ არახელისუფლების მომხრესაც ეს კითხვა, რომ აი რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს და თქვენი სიტყვა შეგიძლიათ ამას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. რატომ? იმიტომ რომ ეს ბოლო ძაფიც რო გაწყდეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება აღიქვავს ამას, ისე შეხვდება, თითქოს აი მორჩა დამთავრდა, ჩამოყარეთ ყურები, დავნებდით ამ ყველაფერს და ძალიან დავარდება შინაგანი განწყობა და მუხტი. აი ამ ბოლო რაღაც გაფართხალებას იმ 15-20 წუთით გადაკეტვას აქვს არანორმალურად დიდი მნიშვნელობა. აი მართალია შეიძლება ეს იქნეს აღქმული როგორც აი ხავს ვეჭიდებით, მაგრამ ეს ხავსი ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს, ასე კრიტიკულ დროს. ეს ძაფიც რომ გაწყდეს მორჩა. მორჩა რა შეიძლება უბრალოდ გადავიდეს იმაში, რომ აი ხა ჩვენ დაგვრჩეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობის და რაღაცა იმის განწყობა, მაგრამ გამოხატვა, მეტი სხვა არანაირად არ შეგვიძლია, ხო? ჩვენ არ ვართ ის კატეგორია, რომელიც იქ დგას, ეს არის ინტელექტუალური კატეგორია, მათ იარაღად რა გაგვაჩნია ხა ჩვენ იარაღის სხვა შორის გუშინ სასამართლოზე კითხეს იარაღს ატარებ თუ და ღმერთო ჩემო, რა ვიცი მე, რა უნდა ამ კატეგორიასთან იარაღს, ხო და
შესაბამისად, ერთადერთი გამოხატვის საშუალება პროტესტის არის ის, რომ დაადგება მდუმარეთ ვიდექით 15-20 წუთი. ახლა ეს მინიმალურიც რომ არ ვერ შევძლოთ, ნუ აბა რაღაც საზოგადოება ვართ ვერ გავიგე. მაშინ ნუ არ ვიცი, ხო, ნუ არ შეიძლება ესე და ეს კატეგორია, რომელიც იქ იმყოფება ყოველდღე ვერ გაჩერდება რა, ის თუხთუხებენ შიგნიდან და აი ამაში ვრინდება ეს პროტესტი. უკვე მოიხადა ხო ეს რამდენიმე დღიანი სასჯელი და შემდეგ წრეზე თუ წავალენ ასე ერთწლიანი თუ იქამდე ვერ მოეხსნება, ბოლო ვერ მოუყეთ ამ ყველაფერს, ნუ შეიძლება მეც წავიდე მაგაზე ხა. ანუ ერთი წრო დატრიალდება, მეორეზე შეიძლება უკვე მეც ერთ წლიანზე რა ვიცი ხა, მეტის გზა არ არის, რაღაცას ველოდებით ალბათ რა. რაღაცა ეს შეიძლება ვიღაცას გონია რომ აი რუსეთი რომ დამარცხდება და არ იქიდან გვეშველება, ვიღაცას რაღაცა რა ვიცი, აი ნუ ხო, რაღაცას ველოდებით და ეს რაღაცა უნდა გავძლოთ იქამდე. ხო, ირაკლი, შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? ხაბატონი ლეილას დაკავებაზე რო გითხრა, ხო, ლეილა ცომაიაც არის, ნუ ხო, ყველას ახსოვს. ახლა ვინც ახსოვს ეროვნული მოძრაობა, ახსოვს ხო ეს ქალბატონიც და შევარდნაძის დროსაც იყო დაკავებული ის, როგორც ზვიადის მომხრე და ახლა საქმე იყო მასზე აქტიური მიტინგების გამო. ახლაც ხედავ ყოველდღე იქ დგას და ქუჩასაც ახლა ყოველდღე კეტავს ამის აქამდე რო არ დააკავეს მიგვირს პრინციპში რომ რა სიტყვი მის შესახებ და ზოგადად აი ამ აქციაზე რა სიტყვი რამდენად მნიშვნელოვანია შენი აზრით? მივესალმები მაყურებელს. აქციაზე მეც დავდივარ, თქვენც დადიხართ, ყველანი დავდივართ. და იცით რა არის აქციები მთავარი ერთია რომ აქციები არ უნდა შეწყდეს იმიტომ ხო მაგრამ ერთი აქციის შორის მეორე ქუჩის გადაკეტვა კიდე ქუჩის გადაკეტვაც ეს ერთ-ერთი გამოხატულება რა თქმა უნდა პროტესტის რაც უფრო მეტნი ვართ რა თქმა უნდა მით უფრო ნაკლები არის ხოლმე რეპრესიები ამიტომაც მე საზოგადოებას მოუწოდებ რომ უფრო იაქტიურონ და უფრო აქტიურად იარონ რუსთაველზე იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბრის მრავალათასიანი მიტინგი სადაც 10,000-ზე მეტი ადამიანი იყო აგერ წინა კვირას და იქ იმ მომენტში არავინ არ დაუკავებიათ და ჩვენ ასე ვთქვათ მათივე კანონით ვისარგებლეთ და გავაკეთეთ ის რაც უნდა გაკეთებულიყო მაშინ მაგრამ აი ეხლა როდესაც იკეტება გზა რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურიც არის პროტესტი რომ ვისაც უნდა რომ აი ესე გადაკეტოს და თulis რომ აი ამით უცხადებს პროტესტ ბრძოლას არსებულ რეჟიმს რა თქმა უნდა მე ჩემთვის ეს რეჟიმი არის უკვე იმიტომ რომ აი ასეთი მასშტაბის დაპატიმრებები აგერ ეროვნული მოძრაობა ახსენე ფაქტიურად პოლიტპატიმრები ხა თუ არ ჩავთვლით ახლა საბჭოთა კავშირის პერიოდს დაიწყო 92 წლიდან ხომ როდესაც პირველი პოლიტპატიმრები გაჩნდა სახელმწიფო გადატრიალების მერე მაგრამ აი ასეთი მასშტაბის რომ დღეს იმაზე ფიქრობენ სად წაიყვანონ დაპატიმრებული ადამიანი და წინასწარი დაკავების არც ერთ იზოლატორში და არც ერთ სარკმელში ადგილები აღარ არის. მსგავსი რამ არ ვიცი, ალბათ მართლა 37 წელს იქნებოდა, იმიტომ რომ თბილისიდან ფოთამდე არ არსებობს არც ერთი იზოლატორი და პოლიციის განყოფილება, სადაც მომიტინგი არ იყოს დაპატიმრებული მიყვანილი. მსგავსი რამ არ ყოფილა არასოდეს და იცით რა არის მე კიდე რას ვფიქრობ რომ მარტო გზის გადაკეტვა უკვე წვრილმანია ამ ყველაფერთან ეს არის თავგანწირვა ადამიანების და ციხის აი შიშიც კი გადაწყდა უკვე ამ ყველაფრისაგან, იმიტომ რომ საკანში რომელიც უკვე ადგილი არ არის მშვიდობიანი მომიტინგის, ხო, ციხეც დამარცხებული არის ამით და ის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი არის ფაქტიურად გამოცლილი, იმიტომ რომ ხო, ნუ ჩვენ ნახეთ რომ ხელისუფლება როგორ დაიწყო, ხო, გასაგებია რომ ქუჩის გადაკეტვა ცოტა ადამიანის მიერ აკრძალული იყო მანამდეც კანონით, მაგრამ ყველა დარღვევას აქვს თავისი შესაბამისი სასჯელი, ხო, ხმკვლელობაზე სხვა არის და ღვედის არ გაკეთებაზე სხვა არის, ხო, იქ ციხია 20 წლიანი, აქ რაღაცა 50 ლარიანი ჯარიმა, იმიტომ რომ ყველა დარღვევას თავისი შესაბამისი და იყო აქაც ადეკვატური სასჯელი, რამდენიმე 200 ლარიანი თუ 300 ლარიანი ჯარიმა იყო. ახლა ყველაფერი არაადეკვატურია. და ხელისუფლებაზე დაიწყო, მე ჯერ გახადა 500 ლარიანი თუ არ ვშტები, მე გახადა 5000 ლარიანი. პენსიონერს რო 5000 ლარს დაუწესებს ამის იმედი ჰქონდათ რომ 5000 ლარს ვერ გადაიხდიან, მე აღმოჩნდა რომ ხალხი უგროვებდა ერთმანეთს და ამ ფონდების დაყადაღება დაიწყეს. მე აღმოჩნდა რომ ვიღაცებმა საერთოდ ზოგს 100,000-ზე აუვიდათ ეს ჯარიმები, იმდენი აქვს და გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ ამ ხალხს არაფერი არ აქვს, ან ქონებას ვერ ვართმევდო. თუმცაც არ იხდიანო და ეს ჯარიმებიც არაეფექტურია და შემოიღეს ციხე ქუჩის გადაკეტვაზე. ანუ აქ კიდე ხშირად რომ ამბობ რომ ეს არის რეპრესიული კანონმდებლობა,
ქართულსაც უფრო მეკამათება რომ აი ქუჩას ასე ორ და რამდენიმე ადამიანს არსად არ გადააკეტინო. გავიგე არ ჩვენთან არ იყო ეს დაშვებული, მაგრამ ყველა დარღვევას თავისი ადეკვატური სასჯელი უნდა კონდეს. ციხე ერთწლიანი რაღაც პარლამენტის წინ ქუჩა ეს ხო არ არის ტრასა მაგალითად საერთაშორისო მნიშვნელობის, ხო ის რომ გადაკეტო. არის ბუნებრივია რეპრესიული და ალბათ ამ გადაკეტვის ეს მნიშვნელობა აქვს, ხო, რამდენადაც ხვდები, რომ შენ ამ რეპრესიულ კანონს უცხადებ დაუმორჩილებლობას. რა თქმა უნდა. ეს აქტი არის, ეს დაუმორჩილების აქტი, ხო? ბევრი ქართული ოცნების მომხრე ამბობს ხოლმე ხშირად, რომ აი კანონს რატო არ ღვევთ, ხო? ბოდიში, მაგრამ ახლა საბჭოთა კავშირის დროს კანონდარღვევა იყო, რასაც ზვიადი და მერაბი აკეთებდნენ, ხო? აკრძალული ლიტერატურის გავრცელებაც კანონდარღვევა იყო და მაშინ ეს ხალხი იქ მაშინ რა ყოფილიყო, მივიდნენ და ეთყოდნენ, რომ აი თქვენ რომ კანონს არ ღვევთ. ზვიადი და მერაბი. წადით ციხეში, იმიტომ რომ ხა საბჭოთა კანონებით აკრძალულია. ასეც იყო, გულაგებში აკრძავნიდნენ ადამიანებს და როცა კანონები არის რეპრესიული, მის წინააღმდეგ ბრძოლა არის ხო კანონის დარღვევა. ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ ამას ვამბობ, ეხლა თქვენ თქვით რომ აი ერთი წლით წავალთ ციხეში რაღაცა, მაგრამ ეს ხალხი ვინც შემორჩა იქ რუსთაველის გამზირს, მე ვსაუბრობ უკვე ტაქტიკურად რა, აი მე და მაგალითად ირაკლი არ გადავდივართ, იმიტომ მიგვაჩნია რომ შეიძლება სხვანაირადაც იბრძოლო ისე რომ აი ასე ყველა ციხეში არ წავიდეს. ნახეთ რა სიტუაცია მივიღეთ რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები ყველანი ციხეში არიან, იმის გამო რომ არ წავიდნენ კომისიაზე, ეს აქტიური ხალხიც ეხლა ყველა თუ ციხეში აღმოჩნდება, მე ვიღა უნდა იბრძოლოს მე. ამიტომ ხომ არ ფიქრობთ რომ სხვა გზები არის უფრო მოსაძებნი. ანუ ნახეთ ხელისუფლება ამბობს ასეთ რამეს, ირაკლი ყობახიძემ თქვა რომ ჩვენ მოქმედოთ მეთოდურად. ანუ რაღაცამ არ გაამართლა, გავზარდეთ ჯარიმა იმ არ გაამართლა, კიდე მერე ციხე და ასე შემდეგ. ხო ფიქრობთ რომ აქეთა მხარემაც არა ასე ემოციებზე, არამედ მეთოდურად უფრო უნდა დაიგეგმოს, ორგანიზაცია იყოს და ასე არ შეასკდეს ეს ხალხი და ყველა ციხეში არ წავიდეს, არამედ რაღაცა სხვა ფორმები მოიძებნოს პროტესტის. იცით რა, აი თუ ვამბობთ რომ არ შეიძლება რევოლუცია აღარ უნდა ვაკადროთ ამ ჩვენ ქალაქს და ამ ჩვენ ქვეყანას, თუ ვამბობთ რომ რა არის რა უბედურება, თქვა ხალხი ის რაღაც შეწუხდება მოქალაქეები და ასე შემდეგ. ამაზე მეტი დარჩაღა, რა ვიცი მე, რაღაცნაირად მაშინ ომი და შერკინება და სამოქალაქო ომი, რა ვიცი. აი მეტი რაღა უნდა იყოს და ხო არ ჩვენც არ გვინდა, არავის არ უნდა იქ მდგომს იმ მსგავსი რაღაც ნაბიჯის აგრესიული ნაბიჯის გადადგმა. იქ დგას ხალხი, რომლებიც არიან ინტელექტუალები, ერუდირებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვანაირად განათებული აქვთ ეს თავები და არ არიან ესეთი მეომრები და აშკარადი აგრესიაზე გადამსვლელები და არ კადრულობენ ამას. ну ესე ვიტყვით რანაც რაღაც თეიმურას ხევისთავები, მაგრამ ну ხო არის ახლა იმაზე მეტს თუ მოვთხოვთ, უკვე იმაზე მეტი არის არაღზე ხელის გაყვა და რავი შეერაღება და რაღაც სისხლის დაურა და არ გვინდა. ამიტომ წარმოუდგენელია და ამიტომ რაღაც ეგ ჩვენს ისტორიაში აღარ უნდა განმეორდეს. აღარ უნდა განმეორდეს. როცა ვსაუბრობ პროტესტის სხვა ფორმებზე, ვსაუბრობ მშვიდობიან პროტესტის სხვა ფორმებზე, თქვა ერთხელ თქვი კიდეც, ხო იქ თქვა პარლამენტის ხშირად იყო ხოლმე კარვები, შეიძლება თქვა რაღაცა. არის ხო დასხნენ. ხო, კიდე ვიღაცები შიმშილობენ, ვიღაცები. ან შეიძლება თქვა ეს პროტესტი გახდეს არა ყოველდღიური, არამედ კვირაში ერთხელ, უფრო მეტი ხალხი მოვიდეს და არაფერი არ ჭრის. აგერ ვიღაცამ თავი დაიწვა, ვიღაცამ გადაისაქნა, თავი მოიკლა, არაფერი არ ჭრის. აი ცივსისხლიანები არიან და დამთავრდა. მორჩა და რა ვიცი, აი მაგიტომ ვთქვი, რომ აი რაღაცას ველოდებით, არ ვიცი, ალბათ იქ რაღაც რუსეთიდან რაღაც მოკლედ დამარცხებას, იქ იმას, უკრაინის ომი როგორ დასრულდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და საერთოდ ვერ ახვდები, არის კატეგორია, რომლებიც უკითხავენ და საუბარში გამიგია, რომ აი ვერ ახვდები, არ მესმისო იმ კატეგორიისო, რატო გულშემატკივრავთო უკრაინასო და აი რა მე კიდე იმას ვერ ხვდები, მაგას როგორ ვერ ხვდებია რა მნიშვნელობა აქვს. რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის. ხო, რა ვიცი, აი ესეც გამიგია, ხო და მოკლედ ამ ყველაფერს აი ეს რაღაც გლობალურად ესე რაღაცნაირად უნდა მოიხარშოს და მომწიფდეს ის წერტილი, როცა აი რაღაცა უკვე ალბათ აზრი ექნება, შეიძლება ცოტა მეტსაც და რა ვიცი, აი მოკეთ ნახოთ. დასველოდებით არ ვიცი, მაგრამ ნუ ამიტომ ფიქრობ, რომ ეს რაღაცა თითქოს რაღაც ის არის, ხავს ჩამოკიდება და ხო, ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ პროტესტის კერა მაინც შენარჩუნდეს ამ ეტაპზე, ხო? ამ ერთადერთ ამაში ვლინდება მეტი რა. მაგრამ ეს ვიგროვოს სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს, მე მესმის იმ ადამიანებს პატივს ვცემ, ვინც ასე სწირავს თავს ციხისთვის. მაგრამ ეს ხალხი გარეთ გჭირდება. მე კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ ამ ხალხმა ციხეც გადატეხა თავიანთი აი ამ მასობრივი პატიმრობით. ციხე დამარცხებულია, რეპრესიები მაინც დამარცხებულია, იმიტომ რომ შიში მოხსნილია აი ამ ყველაფრის და
თან გარდა ამისა, იმასაც დავამატებდი, რომ ძალიან აბსურდული იმაზეც იჭერენ ადამიანებს ბრალდებით პირბადის ტარებისათვის. ეგეც ხო აღსანიშნავია, რომ გზას გადაკეტავ თუ არა, ეს კიდევ ის არის და მეორე ბრალდება თუ პირბადე. თუნდაც ჯიბეში ან ჩანთაში აღმოუჩინეს ადამიანს, ამაზე დაპატიმრება. მეორე ქვეყანა არსებობს ესეთი, სადაც პირბადის გამო ადამიანი იყოს დაპატიმრებული აი ასეთი არაადეკვატური სასჯელით. ამიტომაც, როდესაც არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება და რეჟიმი უკვე, რა თქმა უნდა, მოქალაქეების პროტესტის უფრო მძაფრია, ასე რომ უკვე წვრილმანია გზის გადაკეტვა და რაღაც, რა თქმა უნდა, გადაკეტავს განრისხებული მოქალაქე. გზასაც შეიძლება მეტიც ჩაიდინოს პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ამის უფლება აქვს საქართველოს საერთოდ მოქალაქეს. ხო, ნუ კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხი, რომელიც დადიოდა პროტესტზე, რაღაც მიზეზის გამო უმეტესობა აღარ დადის, ხო? აი როგორ ფიქრობთ, რატო აღარ დადის? იმდენი ხალხი რამდენიც დადიოდა და რამ შეიძლება ის ხალხი ისევ გამოიყვანოს ქუჩაში? ნუ, იცით რა არის, ვფიქრობ, რომ ყველა ვერ ერევა ნიჰილიზმს. ვიღაცას ძლევს, ვიღაცას ვერ დაუძლევია. და ისევ რაღაც ახალ ფაქტორებს ელოდებიან, რომ აი ეგება იქ ისევ რაღაცა, მაგრამ ნუ აი ეს გამძლეობის წერტილი, იმიტომ ვფიქრობ, რომ აი ეს შენარჩუნებული უნდა იქნეს, რომ აი ამითი ის რაღაცა ბოლო წერტილი ნიშანი იმისა, რომ არ დანებებულა ხალხი, აი ერთ-ერთი ამით ნარჩუნდება. ვეთანხმები მე ბატონს იმაში, რომ დაკარგა ციხემ აი ეს რაღაც დამსჯელობითი რაღაცა სტატუსი და ოპერაციის სახე. ხო, თითქოს რაღაცა მასხრად აი. ანუ ამ პროტესტზე ბევრი კითხულობს, აი რა აზრი აქვს ამ ხალხს რატო სტირავს? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აზრს მართლა ხედავ ამაში, იმაში რომ ერთი რომ შენ ცხადად ეუბნები ხელისუფლებას, რომ რეპრესიულ კანონებს არ დავემორჩილები და ეს არის პროტესტის და მეორე რომ ეს ციხის ისა რა ქვია, მასხრად აიგდო ამ ხალხმა. ციხეში დაჭერა, არა რეპრესია და სასაცილო ამბავი. ხალხი ერთმანეთს ეკითხება, არ ხარ დაპატიმრებული, ფაქტიურად წარმოვიდგინე და სასაცილო ამბად აქციეს და ეს მნიშვნელოვანი სახეა, პროს უბრალოდ ტაქტიკურად შეიძლება ღირდეს რაღაც სხვა რაღაცებზე დაფიქრება, რომ ეს ხალხი შევინარჩუნოთ გარეთ. ალბათ ეს ეტაპიც უნდა გაგვევლო მერაბ, ჩემი აზრით და აი ეს რასაც ამბობთ, რომ ზოგჯერ მეტია ხალხი, ზოგჯერ ნაკლებია. ეს მოძრაობა ხო ცოცხალი ორგანიზმი არის. ესეც იქნება, ხა ყოველდღე 100,000 კაცი არსად არ არის არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ მოძრაობაში არ ყოფილა. ხან იქნება ძალიან ბევრი ხალხი, ხან ცოტა ნაკლები ადამიანი. თავარი არის პროტესტი და შედეგი როცა იქნება, რა თქმა უნდა, ეს მოიმატებს ხალხის რაოდენობას. მე ამაში დარწმუნებული ვარ. აი შედეგი რა უნდა მოიმატოს, ეგ არის მნიშვნელოვანი და ბოლოს უნდა კითხოთ, ან პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უბრალოდ რას ფიქრობთ, ან მათი როლი რამდენად გაკმაყოფილებთ ამ პროცესში და ფიქრობთ თუ არა, რომ უფრო რაღაც უნდა გამოცოცხლეს ეს ხალხი? ისიც რა, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან რა, არ ვიცი, ნუ იმათშიც ხანდახან შეიძლება ჩაიქროლოს რაღაც ნიჰილიზმა, შეიძლება ხანდახან ისევ რაღაც სტიმული ემატებათ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც ხო, ნუ ხარ დაბადებულან პოლიტიკოსებად, ხო? ხანდახან რაღაცა გამოსდით, ხანდახან არ გამოსდით. ნუ ეს რაღაცა ლიდერი ნამდვილად პრინციპში საჭიროა, მაგრამ არ ჩანს, რა ვქნათ. ხო და შესაბამისად ხო, აი ეს საჭიროა, რომ აი ეს ყველაფერი იმაზე მეანიშნებს, რომ აი ამ წუთში რაღაცა სტაბილური სიტუაცია, სტაბილურად გაჩერებულები ვართ ყველანი, სტაგნაციასავით არის და აი რა ვიცი, ხო, აი რაღაცა დამატებით იმპულს ველოდებით თითქოს სულ ყველა და რა ვიცი, რა იქნება და ის იქნება ეს, რა ვიცი, მაშინ ალბათ ეთყობა ყველა რაღაცნაირად სხვანაირად ამუშავდება ის პარტიებიც და მეტი мотиваციაც მიეცემათ და არ ვიცი, რას ველოდებით, მაგრამ ჯერჯერობით გაჩერებულები ვართ. ხალხზე რა უნდა ითქვას, ხო მაშინ? ო, ნუ რა ვიცი. ხანდახან გამოსდით, ხანდახან არ გამოსდით. მერე თან ყველა ლიდერები დაიჭირეს და მეორე მხრივ იმის კატეგორია, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ აი მე ხა იმის გვერდზე არ დავდგები და ამიტომ არ გამოვდივარ და ამიტომ არ გამოვდივარ, რა ვიცი, ხალხი ყველა დაჭერილია და ეხა ხო არის ველი განთავისუფლებული და ეხა ხო შეუულიათ რომ გამოვიდნენ. ეხა ხო ჩვეულებრივი ხალხი დგას იქ არა, არავინ აღარ არის ის, ვიზეც ამბობდნენ, რომ აი მე ამის გვერდზე რაღაცა მხარს ვერ დაუჭერ და ვერ დავდგები და არავინ აღარ არის იქ ეგეთი, ხო? ხო და რაც შეეხება იმ დაპატიმრების თემას, იცით რა, დაკარგა აბსოლუტურად, გაუფასურდა ეს ციხე და დღეს მე მგონი სამარცხვინოც არის თუ ერთხელ ციხე გამოვლილი არა გაქვს რა, აი ამ აბსურდამდე მივედით რა. სირცხვილია დღეს თუ ნაციხარი არ ახარ. აი ამ რაღაცას, აი ამამდე პარადოქსამდე მივედით უკვე, ნუ.
ხო, მართლა უცნაურ სიტუაცია, ირაკლი, შენ რა სიტყვი პოლიტიკურ პარტიებზე მაინტერესებს შენი აზრი პოლიტიკაზე, როგორც თქვი, ეროვნული მოძრაობიდან მოდიხარ და აყიდები ამ თელ პოლიტიკურ ამბებს და დღეს პოლიტიკურ სპექტრზე რა სიტყვი და ამიტომ ავსრულოთ ძალიან მოკლედ მითხარი, იმიტომ ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ დღევანდელი რა თქმა უნდა საპროტესტო მოძრაობა გადადის რიგითი ადამიანებისა და მამულიშვილებისა და პატრიოტების მხრებზე. რაც ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ესეც ალბათ დუღილის პროცესი არის, ჩემი აზრით, მე არ უყურებ პესიმისტურად ეს ამ ყველაფერს, რომ რაღაცა სტაგნაცია არის. მე მგონია, რომ პირიქით, აი ამ პროცესში ცოცხალი პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება სულაც ახალი პარტიებიც ვიხილოთ, რაც საზოგადოების დიდი მოთხოვნა არის. ბევრ ახალგაზრდას ხედავთ მეც და თქვენს იქ რუსთაველზე, მათაც აქვთ რაღაც პატარ-პატარა გაერთიანებები. იმედი მაქვს, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებად ჩამოყალიბდებიან, რაც უფრო ფართე სპექტრი იქნება, მით უკეთესი იქნება. აი ხლა სულ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ ველზე თავისუფლების მოედანი გამოჩნდა, საკმაოდ საინტერესო პარტია, საკმაოდ საინტერესო პიროვნება არის ლევან ცუცქირიძე, რომელიც აქტიური მონაწილეა მიტინგების და ნახოთ, მე მაინც ამ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებ და საერთოდ მგონია, რომ თავარი ერთია, რომ ადრე თუ გვიან რეჟიმი და დიქტატურა უნდა დასრულდეს და ეს რეპრესიები. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები იყვნენ ეკა ჯავაშვილი, პედაგოგი, აქტივისტი, აქტიური მონაწილე, ასე ვთქვათ, აქციების და ადამიანი, რომლის ოჯახის 3 წევრი დააკავეს, თვითონ გადარჩა დაკავებას 5000 ლარით დააჯარიმეს და ირაკლი შონია, ჟურნალისტი, რომელიც ასევე დიდი ხანია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში არის ეროვნული მოძრაობიდან და დღესაც ქუჩაში დგას რუსთაველის გამზირზე. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მეგებრებო, ხვალამდე.